ჩვენ ახლა უნდა შემოგვიერთდეს უკვე ნიკუშა ფარულავა, კოალიცია ცვლილებისთვის წევრი, რომელიც ჯერჯერობით როგორც ხედავ, ჯერ არ არის რუსთაველზე, მაგრამ მალე გავა. დარწმუნებული ვარ ამაში. კი ბატონო, ნიკუშა, მოგესალმები, გილოცავ დღევანდელ დღეს და შენი განცდა და განწყობა მაინტერესებს. დღეს წლევანდელი 26 მაისი, როგორია შენთვის? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და ულოცავ სრულიად ქართულ საზოგადოებას, თქვენც გილოცავთ. უბრალოდ დღეს მნიშვნელოვანი რაც არის, რაც უნდა გვესმოდეს, იმ სამარცხვინო ჩემი აზრით და მოღალატეობრივი გამოსვლების შემდეგ, რომლებიც ჰქონდათ ეგრეთ წოდებულ მთავარსარდალს, ეგრეთ წოდებულ პრემიერ-მინისტრს და ზოგადად ეგრეთ წოდებული მმართველი ძალის წარმომადგენლებს, ჩვენ რაც უნდა გვახსოვდეს არის მთავარი. ამ ადამიანებმა საკუთარ გამოსვლაში არც ერთხელ, არც ერთმა მათგანმა არ ახსენა რუსეთი და ოკუპაცია. Როგორც ჩვენი ისტორიული მტერი და როგორც ის ბოროტება და ის ძალა, რომელსაც 117 წლიანი დაპყრობის შემდეგ ჩვენ 1918 წლის 26 მაისს დავეხსენით და მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და არ ახსენეს როგორც სამომავლო საფრთხეები და არ ქონდათ ამაზე საერთოდ საუბარი, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში რეალურად საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს რეალური მშვიდობა, თავისუფლება, სტაბილურობა და უსაფრთხოება. მეორე და მნიშვნელოვანი არის ასევე რაც ძალიან სამარცხვინო იყო და ისტორიის გადაწერის მორიგი მცდელობა იყო 9 აპრილს გაკეთებული იმ მოღალატეობრივი განცხადების შემდეგ, სადაც არ ახსენეს საბჭოთა არმია. უცხო ძალაზე. დიახ. როდესაც წამყვანმა ამ ღონისძიების ახსენა კომუნისტური მმართველობა და არა საბჭოთა რუსული ოკუპაცია თავდაცვის აკადემიასთან დაკავშირებით როგორ იცვლიდა ისახე სხვადასხვა პერიოდში, ხო? ანუ ჯამურად რა ვიხილეთ პროპაგანდისტული გზავნილების მთელი ნიაღვარი და პირდაპირ ანირიბად საუბარი ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით, რომ თითქოს რაღაც საფრთხეები ყველა მხრიდან მოდის, რომ ჩვენ არავის საგარეო დახმარებას არ უნდა ველოდეთ, რომ გადამრჩენელი არავინ არ არის. ამაში ისინი მართლები არიან, რომ ჩვენ საკუთარ თავზე უნდა ვიზრუნოთ. ოღონდ სად არის ჩვენი ისტორიული ადგილი და სად მიდიოდა საქართველოს პირველი რესპუბლიკა და სად ხედავდა საკუთარ თავს იმდროინდელი საქართველო, რომელზეც დაფუძნდა შემდეგ ესე ვთქვათ ჩვენი მომავალი და უნდა დაფუძნებულიყო რომ არა ის 70 წლიანი ოკუპაცია, ხო? ჩვენ მაშინ გქონდა მაშინდელი კონსტიტუციით, რომელიც იყო სხვადასხვა ერთ-ერთი ყველაზე ევროპული და ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე დღევანდელი ევროპულ ქვეყნებთან შედარებითაც კი ჩვენ გქონდა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა, ჩვენ გყავდნენ უკვე ქალი პარლამენტარები, ჩვენ გქონდა ნაფიც-საჯულთა სისტემა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია და პრეზიდენტის ქარტით ჩვენ საერთო შეთანხმება გვაქვს დადებული, რომ ნაფიც-საჯულთა ინსტიტუტი დამკვიდრდება და კიდევ უფრო მეტად გაფართოვდება და ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ზოგადად სანდოობა დაბრუნდეს სასამართლო სისტემის წინაშე. ანუ ჩვენ ვიყავით იქ და იქ სადაც სურს რომ ვიყოთ და რისთვისაც ახლაც ვიბრძვით, ხო? თქვენ გახსოვთ პროპორციული არჩევნები, რად დაგვიჯდა მაშინ არც თუ ისე დიდ რაოდენობას ამ ქვეყნის მოქალაქეების და თქვენც ამაში პირდაპირ იყავით ჩართულები და პირდაპირ მსხვერპლი გაქვთ, ესე ვთქვათ, გაღებული 20 ივნისიდან გამომდინარე, ხო? ანუ და რაც აგვართვა საბოლოო ჯამში საბჭოთა რუსულმა ოკუპაციამ, ხო? ანუ მაშინაც და ახლაც ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც არის რეალურად ზღვარი თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, ევროპულ მომავალს და არა უბრალოდ ევროპულ აბსტრაქტულ მომავალს შორის, როგორც აი ამ ცალკე цаრიელ სიტყვებს, არამედ მთელს შინაარსს ხო? თავისუფალი დამოუკიდებელი სასამართლო, რეალური ადგილობრივი თვითმმართველობა, დეცენტრალიზაცია, ადამიანის უფლებების თანასწორობა, მათ შორის სიტყვისა და აზრის გამოხატვის ნაწილში და სხვადასხვა იმდროინდელ კონსტიტუციაში ეწერა, რომ საქართველოს მოქალაქეებს თავრობის ნება დაურთველად აქვთ შეკრებისა და გამოხატვის უფლება, რაც ახლა აქტიურად გვეზღუდება და გულშინ ჩვენი ერთ-ერთი თანამებრძოლი 30-დან პატიმრობაში გაუშვეს საკუთარი აზრის გამოხატვის გამო. ანუ რეალურად დღევანდელი დღე რო შევაჯამოთ, ეს იყო საკუთარი ჯარისთვის პირველ რიგში შეურაცხყოფის მიყენება და იმ სახელებისთვის, ვისაც ისინი აციტირებდნენ. იგივე იქნებოდა ეს მიხა ხელაშვილი, რუსეთთან შეუგუებელი მებრძოლი, კაკუცა ჩოლოყაშვილი, თუ მათ შორის ილია ჭავჭავაძე, რომელსაც ცდილობენ რომ ისინი მიისაკუთრონ. კი ბატონო, და ნიკა, აი ზუსტად ამაზე მინდოდა თქვენთვის მეკითხა ამ ნაწილზე. მე დღეს ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ასე საჯაროდ, რომ მართლა ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც მთელ ამ სანახაობაში დღევანდელში იწვევს პატივისცემას, ეს ჩემი პირადი დამოკიდებულებაა და დარწმუნებული ვარ ბევრი ადამიანის, ეს არიან ჩვენი ჯარისკაცები, ეს არის ქართული არმია, ესენი არიან
ანწუხელიძის თანამებრძოლები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის თუ თანამებრძოლების სიცოცხლის ფასად დაიცვეს, ხო? ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი და განსაკუთრებით სევდიანი სანახავი იყო, როცა ისინი ყაველაშვილის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის წინაშე დებდნენ დღეს ფიცს. ეს ძალიან მძიმე სანახაობა იყო ნამდვილად. თან მე პირადად ვიყავი იმ 2008 წლის ომშიც და ძალიან კარგად მახსოვს ეს ადამიანები როგორ თავგანწირვით იცავდნენ საკუთარ სამშობლოს და საკუთარ ქვეყანას. აი მაშინ როდესაც აი ასეთ სანახაობას ხედავთ ჩვენი, აი რა განცდა დაგიტოვათ თქვენ აი ჯარის ნაწილმა, კონკრეტულად სამხედროების ნაწილმა, ამაზე მინდა თქვენი აზრი მოვისმინო. პირველ რიგში მე არ მეგულება ამ ქვეყანაში ადამიანი და ძალიან ღრმა ბავშვობიდან მე არც ერთი 26 მაისი არ მაქვს გამოტოვებული და ვცდილობდი რომ ყოველთვის იქ ყოფილიყავი და გამორიცხული არ მჯერა რომ ამ ქვეყანაში არსებობს ადამიანი რომელსაც ტანში ჟღუანტელი არ დაუვლის და სიამაყით არ აღივსება მაშინ როდესაც აი პიცის ტექსტს კითხულობენ ის ახალწეულები რომლებიც დღეს ჩაირიცხენ ოფიციალურად საქართველოს თავდაცვის ძალებში. მე არ მეგულება ამ ქვეყანაში ადამიანი და მათ შორის არ მეგულება ადამიანი დარწმუნებული ვარ საქართველოს თავდაცვის ძალებში, რომლებმაც არიციან, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ის მთავარი ჩვენი პარტნიორი, რომელმაც რეალურად ჩვენი თავდაცვა მიიყვანა, გაათანამედროვა, მიიყვანა ნატოს სტანდარტების დონემდე. მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ფორმიანი და არ მინდა მე ზოგადად არ მგონია სწორი მათთან მიმოწოდებების გაკეთება, იმიტომ რომ ეს ადამიანები პიცის ქვეშ მოქმედებენ და სამხედრო პიცი ზოგადად ძალიან ბევრი რამით განსხვავდება სხვა ყველა ინსტიტუციისგან და ზოგადად ეს არის ძალიან ფაქიზი და სათუთი სენსიტიური საკითხი. ამ საკითხზე საუბარი ფრთხილი ვიქნებით ჩემს თითოეულ სიტყვაში. უბრალოდ მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ამ ადამიანებს აქვთ კონკრეტული პირადი ურთიერთობა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ თუ ყოფილ სამხედრო მაღალჩინოსნებთან. ეს არის ინსტიტუცია, რომელიც არის თავიდან ბოლომდე დასავლური, თავიდან ბოლომდე დაშენებული დასავლურ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სისტემაზე. ამიტომ არის ძლიერი და გამორჩეული იმ თავდადებასთან და სიმამაცესთან ერთად ხადია, რომელსაც მათ შორის სამშვიდობო მისიებში ეს ადამიანები ავლენდნენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი, რომელმაც დღეს პიცი მოგცა ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული სამხედრო მაღალჩინოსანი და მაღალი წოდების მქონე პირი ზუსტად იაზრებს იმას, თუ რეალურად რას ემსახურებოდა ის კომისია, სადაც ითქვა, რომ თურმე ანწუხელიძე, გიორგი ანწუხელიძე, მათი თანამებრძოლი და ჩვენი ეროვნული გმირი ვიღაცის პიარს შეეწირა, მათ ყველაზე უკეთიციან, რომ ეს ომი დაიწყო მაშინ რუსეთმა და არა საქართველომ და ისინი გამართლდნენ ყველა სასამართლოში და საფრთხე იყო, რომ მათ შორის ქართული ოცნების აქტიური ქმედებების გამო ისინი საერთაშორისო დამნაშავეებად იყოფილიყვნენ გამოცხადებული, მათ ყველაზე უკეთიციან რეალურად რას ნიშნავს ამერიკის თავდაცვის ქოლგის ქვეშ ყოფნა და მათ ყველაზე უკეთიციან რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რას ნიშნავს რუსული საფრთხე და რუსული აგრესია. ამიტომ მე გავყოფდი ამას ორ ნაწილად, რომ ეს ადამიანები რეალურად ადამიანები არიან, ვინც ზუსტად იციან რა არის თავდაცვა, უსაფრთხოება და ევროპული და ამერიკული მომავალი. მაგრამ მეორე მხრივ, რასაც ვერ დავუმალავთ და რასაც აქტიურად უნდა ვისაუბროთ. დღეს იყო მეორე 26 მაისი, მეორე დამოუკიდებლობის დღე 2016 წლის შემდეგ, როდესაც ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიიღო ამერიკულმა სამხედრო კომპონენტმა. კი ბატონო. თავისუფლების მოედანზე არ იყვნენ წარმოდგენილები ამერიკის შეერაღებული ძალების წევრები. იქ არ ფრიალებდა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების დროშა. ამაზე პასუხი გასცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ეს ყველაფერი გამოწვეულია პირადად ბიძინა ივანიშვილის იმ მოღალატეობრივი სიტყვით გამოსვლის შემდეგ, რომელიც მას ჰქონდა 1 წლის წინ რუსთაველის გამზირზე. როდესაც მათ ტოლობის ნიშანი დასვა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, სხვათა შორის მათ შორის, ვინც მაშინ დაიცვა შავი ზღვის აკვატორია 2008 წელს, როდესაც შემოვიდნენ სამხედრო ავიამზიდებით პირდაპირ და რაც იყო პირდაპირი სიგნალი რუსებისთვის, რომ ფოთის მიმართულებით მათ უნდა შეეწყვიტათ ის ქმედებები, რასაც ახორციელებდნენ და ამან შემაკავებელი როლი ითამაშა მათ შორის და ტოლობის ნიშანს ვავენ ჩვენს ისტორიულ ოკუპაციას და მტერს შორის. ამიტომ მათ შორის მე დარწმუნებული ვარ, რომ არიან ადამიანები, ვინც 2 წლის წინ და მე ვიცნობ ასეთ ადამიანებს ამ აღლომზე იდგნენ და დღეს უკრაინაში იბრძვიან, წავიდნენ და იქ იბრძვიან ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის და თავისუფლებისთვის და ვეღარ ბრუნდებიან ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ შეუთვალეს და საფრთხე აქვს რომ მათ დაიჭერენ. ანუ ძალიან მარტივად. მათ ზუსტად იციან რომ იგივე კოდორი 2007-ის მონაწილეები, სახელები და გვარები გადაცემულია რუსებისთვის. ცერცვაძის ამბავი, როდესაც ის გადასცეს რუსეთს და მაშინ ის დააპატიმრეს. იგივე ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების სახელები და გვარები,
გამოსვლებით 2013 წელს გაზეთ ინგლისიაში გამოქვეყნდა. საბოლოო ჯამში ჩვენ ამ ადამიანებს უნდა ველაპარაკოთ იმაზე, რომ საქართველოს თავდაცვა და უსაფრთხოება რეალური საფრთხის ქვეშ დგას მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც არალეგიტიმური პრორუსული ხელისუფლება არის მიტაცებული ძალაუფლებით წარმოდგენილი. რეალური თავდაცვა და უსაფრთხოება ამ ბიჭების სიმამაცის ვაჟკაცობის და თავდადების კომპონენტთან ერთად ერთ პაკეტში იქნება მაშინ, როდესაც ჩვენ გვექნება დასავლური ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების კოლგა. რაც სხვათა შორის არის ჩაწერილი და გაწერილი მეგობარი აქტით. ანუ მეგობარი აქტი არის შესაძლებლობა ყველას. როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის. ნიკა, დიდი მადლობა. ნიკუშა ფარულავა საუბრობდა პირდაპირ ეთერში.